მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ ჩავასხეთ ჩვენი სახლის საძირკველი. აი ესე გამოიყურება. სამი წერტილოვანი საძირკველია, რომელიც რიგელებით დაკავშირებულია ძირითად ფილასთან. ფილის სისქი არის 40 სანტიმეტრი. თვითონ კოლონებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან არმირებით. ნაწილში 25-იანი არმატურა მიდის, ნაწილში 20-იანი არმატურა მიდის, შერეულია. იქეთ 30 კოლონებია, ესენი 30-60-ზე. რაც შეეხება რიგელებში გამოყენებულია 25-იანი არმატურა, 4 ღერი და შუაშიც 2 ღერი 22-იანი არმატურა. ფილაში გამოყენებულია 16-იანი არმატურა. მთლიანად გაძლიერებით გაკეთებულია ყველა კოლონებთან. წინა ვიდეოში მაქვს დადებული ფილის არმირება. რაც შეეხება კედლები, ეხლა ვემზადებით სარდაფის კედლების ჩასასხმელად. ეს მთლიანი დავაყენებთ 12-იანი არმატურა, მთლიანი სიგრძის გადამბას არ უკეთებთ, რომ ნაკლები იყოს დანახარჯი. ხო, რაც შეეხება წერტილები არის 2-2-ზე, თითო წერტილი 4 კვადრატია. ჯამში დაახლოებით 6 ტონა არმატურა წავიდა, ოღონდ ითვლება მთლიანად სვეტის ანკერების თავისთავად, კედლის ანკერებიც თავისთავად 6 ტონა არმატურა წავიდა დაახლოებით ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ბეტონს 52 კუბი ბეტონი ჩავასხით. სამუშაო ფართი მხოლოდ ფილა დაახლოებით 100 კვადრატია წერტილების ჩათვლით, რიგელები დაახლოებით 25 მეტრი გრძივი მეტრია. რაც შეეხება ხარჯებს დაახლოებით ხელფასის ჩათვლით მომსახურებით, ეს ყველაფერი დაახლოებით დაჯდა 35,000 ლარი. ხო, რაც შეეხება ეს საძირკველი მეგობრებო, 0-0 სართული როცა გაკეთდება, დაახლოებით 200 კვადრატი იქნება ერთი ფილა. ანუ მთლიან ჯამში ეს არის 200 კვადრატიანი სახლის საძირკველი. როცა ფილის სამუშაო ფართს გულისხმობ, ეს არის 100 კვადრატი კი ვიგულისხმობ, მაგრამ წერტილები იქ 4 წერტილი დათვლილია, ეს რიგელები შეერთებულია, ეს აივსება ინერტული მასალით, ანუ ხორღით, რომელიც დაიტკეპნება და მთლიანად ჯამში ეს გამოდის 200 კვადრატიანი სახლის საძირკველით. არ შეგეშალოთ, 100 კვადრატის სახლი არ არის, ეს იქნება 200 კვადრატიანი ფილა დაახლოებით და სახლიც იქნება სარდაფის 0 სართული ჩათვლით 3 სართულიანი. ეს არის და ეს.